მებით ვირფასოს ვენელებო, მეგობრებო, აყურებლებო. ამას ვიტო ვამბობ, რომ ზოგი უსმენს, როგორც მე ხანდახან ვუსმე ვიდეოს აქეთ სხვა რაღაცას ვაკეთებ. რატომა არ შემიძლია აი ინფორმაციას როდესაც უსმენ, რაღაცა უნდა ვაკეთო, ხელები რაღაცით უნდა იყოს დაკავებული. ამიტომ ვამბობ სვენელებო, კარგით, მოდით ეს მნიშვნელოვანი არა. დღეს მე მინდა თქვენ შემოგთავაზო სტივენ გრირის მეოცე პოდკასტი. სადაც ის ყვება ინფორმაციის გახსნაზე, თუ რა ეტაპზეა ინფორმაციის გახსნა. მაშინ მოდით მოვუსმინოთ. ხო, ეს ვიდეო იყო ატვირთული 26 მაისს ამ წელს და ამერიკაში ჩატარებულა რაღაც კონფერენცია. და წამყვანი ეკითხება ვიღაც ქალბატონს სტუმროს, არის ამის სახელი და გვარი აქ არ ჩანს, წაწერა არა. და ეს ქალბატონი ამბობს, ეს კონფერენცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენო ბევრ რამეზე უნდა ვისაუბროთო და მოდით დავიწყოთო. სტივენ გრინი პასუხობს, დიახ, იცითო? იყო ძალიან საინტერესო, რომ თერთმა სახმა გამოაქვეყნაო საბუთების პირველი რაღაც ნაწილი, პირველი ნაწილი. ხო. გამოუქვეყნებია თერთ სახს ის დოკუმენტები, რაც დაკავშირებულია როგორც წინა გამოშვებებში მე გიყვებოდი თქვენ სტივენ გრილზე, რომ ის ბრძოლობდა იმისთვის, რომ ინფორმაცია ყოფილიყო გასაჯაროვებული ხალხისთვის და რაღაც ნაწილი გამოუქვეყნებიათ ფოტოებით და ვიდეოების ჩათვლით. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ კიდევ ბევრი რამე დარჩაო გამოსაქვეყნებელი. მე ფიქრობ, რომ პრობლემა შედგებაო სხვა რაღაცაში. ჩვენ ვიცოდითო და წინასწარ მეტყოლებდითო, როდესაც 24 წლის დეკემბერშიო მივმართეთო კონგრესის წარმომადგენლებს და ადმინისტრაციას იმისთვის, რომ ისინი იქნებოდნენ დაბლოკილი, რომ არ მიიღებდნენ ინფორმაციას ოფიციალური არხებით და ეს დაამოწესო კონგრესის წევრებმა. მართლაც ასია. საჭირო სააგენტოების მხრიდან ისინი არასდროს არ ღებულობდნენ ინფორმაციას და ეს ინფორმაცია რაც შეგროვდა, უმეტესწილად შეგროვდა ასეთი ადამიანების მეშვეობით, როგორც სტივენ გრირია, როგორც კორი გუდი, როგორც იყო საწყალი ვით მოკლეს ამავიწდა გვარი. უილკოკი, დევიდ უილკოკი. მე მინდა ზუსტი ვიყო ამ საკითხში, რადგან ეს არისო სიგნალი თეთრი სახლისთვის, პრეზიდენტისთვის და კონგრესისთვისო. ჯერ მაგათმა უნდა გაიგონო თუ ეს რა საიდუმლოს წარმოადგენსო და რომ ეს არ არისო ყველაზე მაღალი გასაიდუმლოებული დონე. არ აქვს ისეთი გასაიდუმლოებული დონე, როგორც ბევრ სახელმწიფო საკითხებს, საბუთებს და ასე შემდეგ. შავი პროექტის ჩარჩოშიც კი ეს პროექტები მუშავდებაო კონსორციუმით კორპორაციებისა, რომელშიც შედიან ადამიანები მთავრობებიდან, ეს ამერიკა იქნება თუ სხვა ქვეყნები და არისო დანაშაული ოპერაცია. ისინი არიანო გარეული ბევრ დანაშაულ პროცესებშიო. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ უკვე 30 წელი, მართალია 30 წელზე მეტია, სადღაც 30 წელი, თუნდაც შეიძლება მეტი. სტივენ გრირი ბრძოლობს ამ ინფორმაციის გახსნისთვის, სტივენ გრირი და მისი ჯგუფი. და მე ეს გავიგე მაშინ, როდესაც მაშინდელი ЦРУ-ს უფროსი ბილ კლინტონს მივაწოდე ინფორმაციაო. ბილ კლინტონი მოგვიანებით გახდა პრეზიდენტი. მანამდე კი მუშაობდა ЦРУ-ს უფროსად. და სტივენ გრირი ამბობს, რომ სახელმწიფო ვერ შეძლებსო ცდობა მიიღოსო ამ ინფორმაციის მიმართ, რადგან მათ ამის უფლებას არ მიცემენო ისინი, ვინც ამ ინფორმაციას მალავსო, ვისაც გასაიდუმლოებული აქვს ეს ინფორმაცია, ამიტომ ეს შევთავაზეო სახელმწიფოს გეგმა, თუ როგორ უნდა ემოქმედათო. 30 წელზე მეტიაო მე ამ საკითხში გარკვევა ვცდილობო. არიან ხალხი, რომლებმაც ვიციანო თუ რა ხდებაო სადაზვერვო და
სადაზვერვო სააგენტოებში სამსახურში და ბაზებზეო არიანო ხალხი რომლებაც ეს ყველაფერი იციანო ჩვენო მივაწოდეთ მათ დეტალური ინფორმაცია არა მხოლოდ სად იმყოფება სად შეიძლება იპოვონ მტკიცებულებები არამედ და კორპორაციებზე რომლებიც ინახავენ ამ საბუთებს ამ მტკიცებულებებს და აგრეთვეო საიდუმლო ბაზებზე და მიწისქვეშა შენობებზეო გასაიდუმლოებული მიწისქვეშა შენობებზეო ჩვენო მათ მივაწოდეთო ძალიან დეტალური ინფორმაცია და ახლა მხოლოდ დარჩაო რომ პრეზიდენტმა ამ ბრძანებულებას მოაწეროსო ხელი იმისთვის რომ ეს ყველა აქტივები კანონიერმა სახელმწიფომ და კანონმდებლობამ აიყვანოს თავის გავლენის ქვეშ ანუ თავის ასე ვთქვათ მართლობის ქვეშ მე ფიქრობ რომ რაღაც წინწასვლები არისო ამ საკითხში მაგრამ ეს არ არისო საკმარისი მე ფიქრობ რომ სტრატეგია უნდა იყოსო დაფუძნებული ფაქტებზე მაგრამ ფაქტები ასეთი არისო ამ ორგანიზაციებს ვინც აი შედის გასაიდუმლებულ ოპერაციებში ვინც მართავს ამ ოპერაციებს მათ აქონოს საშუალება კონტროლი გაუწიონო ადამიანებს თვალყური ადევნონო მუდმივად და ეს კონტროლი ამ კონტროლის საშუალებები ბევრად აღემატება ნაციონალური უსაფრთხოების საშუალებებს ბევრად აღემატება საპარლამენტო საშუალებები რომლის მიმართ წლობა აქვსო პრეზიდენტს თავდაცვის მინისტრს ან ახლანდელი მმართველები სადაზვერვო სააგენტოებისა უпроსტად ახლანდელ მმართველებსაცო ნაციონალური სადაზვერვო სამსახურის ობიექტი იმყოფებაო სულ სხვა დონეზე ხო ამაში შედისო როგორ გითხრათ разработанные დამუშავებული ტექნოლოგიებიო რომლებიც დაამუშავაო ცივილიზაციებმაო სხვადასხვა ცივილიზაციებმაო წამოიგინეთ ახლა მათი ტექნოლოგიები რამდენად განვითარებულია და მათი ტექნოლოგიებიო 1000 წლით გაურბისო დედამიწის ტექნოლოგიებს ამიტომ მაგათ აქვენო სტრატეგიული უპირატესობა რომელიც უნდა გაქრესო ახლო მომავალში მაგრამ მათი ახილესის ასე ვთქვათ ახილესის ფეხი თუ როგორ ზუსტად როგორ შეიძლება თქვა დასუსტებაო ახო ანუ ის ადგილი რომელიც ყველაზე სუსტი ადგილია გამოვლინდება და ამის მეშვეობით დაასუსტებენ მათ გავლენას მაგრამ მათი შემადგენლობა და მათი აქტივები შეზღუდულია და მათი შესვლა და მათი განადგურება ადვილი იქნებაო ამბობს სტივენ გრირი მე ხა თქვენ შეგახსენებთ ვინ რას წარმოადგენს ეს კაცი ესა სტივენ გრირი მოიცადეთ აი ეს პიროვნება და სტივენ გრირი ამბობს რომ კი კონგრესი ატარებს რაღაც პროცესებს მაგრამ ეგ ყველაფერი არისო არასაკმარისი რადგან ძალიან ასე ვთქვათ ზედაპირულად ხდებაო მათი მოსვლები სასამართლოში და ეს არ ყოფნისო იმისთვის რომ საქმე წინ წაიწიოსო მე ფიქრობ რომ მიუხედავად იმისაო რომ არსებობს პროექტი ცისფერი წიგნი იყო გამოქვეყნებული უფრო მეტი დამამტკიცებელი დამადასტურებელი ინფორმაცია ვიდრე ამ დოკუმენტების პირველ პაკეტებში რომლებიც მთავრობამ გამოაქვეყნაო ჩვენ პრეს კლუბშიო დაკავშირებულ
25, ესე იგი ამ კლუბის არსებობის 25 წელთან დაკავშირებით. მე ამან არ გამაკვირვაო, მე ვიცოდიო რომ იქნებაო ცდელობა, ყურადღება გადაეტანათო იმ საკითხებიდან, იმ პროცესებისაგან, ან იმ საქმესაგან, რომელსაც ჩვენ ასე ვთქვათ, ვეწევითო. ჩვენ გავხსენითო ინფორმაცია დანაშაული ოპერაციებთან დაკავშირებითო, ჩვენ გავხსენითო ინფორმაცია ფსიონურ ოპერატორზე, რომლებიც იყო ამ ოპერაციებში, ასე ვთქვათ, ზადისტოვან ჩართული. ჩვენ გავხსენითო ინფორმაცია ხელოვნურ NLO-ზე, NLO-ს რუსულად ნიშნავს необъяснимый летающий объект, ხო, მაგრამ ქართულად მოდით მაინც NLO-ს დავიძახებთ, მაგრამ ხო, ქართულად ცოტა არა მიჩვეული ენა, ამოუხსნელი საფრენი აპარატი. ასა გამოდის, ხო? კარგი, მე მაინც NLO-ს ვიტყვი, რომ გასაგები იყოს. რომელიც ეს NLO-ები ამელებს ხელოვნურ NLO-ებს, ანუ მიწიერ საფრენ ამოუცნობ თითქოს აპარატებს უშვებდა კომპანიები, მიწიერი კომპანიები. მაგი ახლა ჩამოთვლის, მაგრამ მე ვერ გადავთარგმნე მაგას, იმიტომ რომ ძალიან ისეთი რთული ისა დასახელებები. მაინც შევეცდები ლეჭენი, ლოხით, სკოტი, ის ხომ ინგლისური დასახელებებს ასახელებს და ცოტა ინგლისურში მე კოჭულ კი არ, ცოტა კი არა, ბევრად კოჭულ. და ეს მიწიერი აპარატები, საფრენი აპარატები გამოიყენება სადანაშაულო სქემებში. ანუ რომ მოატყუონ ხალხი. აგრეთვე ეს სქემები დაკავშირებულია ეს ამ ამოუცნობი აპარატების შექმნის მიზეზი და ამ სქემებში ამ აპარატების გამოყენების მიზეზი არის აგრეთვე ადამიანებთან, ბავშვებთან ადამიანებით და ბავშვებით ვაჭრობა, გადაცემებთან, მკვლელობებთან, ეს ყველაფერი არის დაკავშირებული ერთმანეთთან. და ყველაფერი ეს იყო წარმოდგენილი. ეს არის ორგანიზაცია, ძალიან ძლიერი ორგანიზაცია. სტრატეგიული, ტექნოლოგიური, ეკონომიური, ფინანსური, ყველანაირი მხრიდან გაძლიერებული აქტივებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არიანო გოლიაფები. არა, დავითმა ხომ დაამარცხა გოლიაფი. გახსოვთ ბიბლიაში? მე ფიქრობ ამბობს სტივენ გრეი, რომ ეს არის საკითხი სტრატეგიული დაგეგმისაო, მაგრამ ეს ასევე დაკავშირებულია ტაქტიკასთან და იმასთან, არა, ესე იგი, იმასთან თუ რა მოქმედება უნდა მოხდეს, როგორ უნდა მოხდეს. ჩვენ მუშაობთ ერთ ხალხთან, რომლებიც უკვე 30 წელიაო დაკავებულები არიანო სპეცოპერაციებით, სამხედრო საქმეებით, დაზვერვით და მაგათმა იციანო რას აკეთებენო და არსებობს არიანო რამდენიმე კონგრესის რამდენიმე წევრი, რომლებმაც ეს იციანო, რადგან მე მათ მივაწოდეო ინფორმაცია და ჩვენი ხალხიო, რომლებიც მათთან ურთიერთობდნენ, ჩვენმა ხალხმა უფრო მეტი იციანო, ვიდრე ადმინისტრაციაში მომუშავე ბევრმა ადამიანებმაო. მისტერ რუბიას გამონაკლისი, რომელიც არის ესე იგი თავმჯდომარის თანაშემწე და დაზვერვასთან დაკავშირებითაც არის უკავია რაღაც თანამდებობა, მიიღო ძალიან ბევრი ინფორმაცია ჩვენი არქივიდან და ეს პიროვნება კი არის ნაციონალური უსაფრთხოების მრჩეველი. და ამ ხალხს, რომლებიც ამ საქმეში არიანო ჩართული და ეწევიანო ინფორმაციის გასაცან დაკავშირებით საქმიანობასო, უცებო ისეთ მდგომარეობაში ვარდებიანო, რომ ამბობენო, ну თუ ეს სიმართლე არისო, გაუცებულები არიანო, თუნდაც იმის მიუხედავად, რომ მათო
ყოველთვის ვაწვდიდითო ინფორმაციას. როდესაც ადამიანებიო პირველად იგებენო რაღაც საიდუმლოებებსო ან ინფორმაციას, რომლის არსებობაზე არც კი დაეჭვებულანო, ადამიანი ვარდება ისეთ მდგომარეობაში, აი მე თქვენ ბევრჯერ მithქვავთ თქვენთვის, რომ მე როდესაც თარგმნი რამეს ისეთ მე მჭირდება დრო, თუნდაც მოვუსვინო, ხო? მე მჭირდება დრო იმისთვის, რომ მოვინელო ეს ყველაფერი. აი ესე მდგომარეობაში ის ხალხი, რომლებიც თანდათანობით გებულობენ ამ გასაიდუმლოებული ინფორმაციიდან რაღაცებს. და ამ ადამიანებს ხოლმე ხშირად ჭირდება დახმარება, რომ ორიენტაცია შეუნარჩუნონ. ანუ როდესაც მე პირველად ახლა ცოტა არ გადავუხობ ამ თემას ეხება, როდესაც მე პირველად შევიდინე ტელეფონი და ჩავთე ინტერნეტი, უბრალოდ გადმოვიწერე ინტერნეტი არ ჩავერთია. გადმოვიწერე ჩემი დედინაცვლის მიშულს ჰქონდა Wi-Fi და იქ ხოლმე დავდიოდი და ვიდეოებს ვიწერდი და მე უსმენდი. და პოდოროვას ვიდეოები გადმოვწერე, პირველად პოდოროვას შევეჯახე. და როდესაც რაღაცები იქიდან რაღაცებს მოусმინე, წარმოგიდგენიათ? ხმები დამიდგა ყალბზე. ეს ინფორმაცია ჩემთვის იყო რთული მისაღები, იმიტომ რომ რამდენი წელია, რამდენი თაობა ჩვენ ერთ იგივეს გვიჩიჩინებენ, გადასწორებულ ისტორიას გვასწავლიდნენ, გადასწორებულ ყველაფერს შეცვლილ ფორმაში გვაწოდებდნენ ჩვენ, ხო? და ეს ერთი თაობა არ იყო. წარმოგიდგენიათ რამდენი თაობა და ასევე ხდება ახლაც და მინდა დავამატო, გამოვრჩა, როდესაც სტივენ გრერი ყვებოდა იმ ცივილიზაციებზე, რომლებმაც შეიმუშავეს ტექნოლოგიები და რომლების ტექნოლოგიები უსწრებდნენ 1000 წელი, უსწრებენ დედამიწის ტექნოლოგიებს, იქ დამაისწავე მე თქვა, რომ 80 წელი აუყვე, 80 წელი ეს ცივილიზაციები კონტაქტობენ ამ ხალხთან, ამ შეზღუდული ჯგუფის ადამიანებთან, რომლებიც რაღაც საიდუმლო გაშაებულ პროექტებს ამზადებენ და შემდეგ ამ პროექტებს ახორციელებენ. ხო? არა, ყველა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცივილიზაციები ნეგატიური არა, უბრალოდ ყველა ცივილიზაცია ცდილობს დაუკავშირდეს ქვეყნის მმართველებს, მაგალითად პრეზიდენტს ან მაგის მერე მითმოდის თანამდებობით. პირდაპირ ადამიანთან არავინ არ მიდის. ასევე იყო შეხვედრა რუზველტთან, სტალინთანაც ჰქონდა თუთხმეტელებს შეხვედრა, იყო კი რაღაც მომენტები, რომელიღაც წყაროში გავიგა მის შესახებ. პოდოროვას არხზე. მაშინ მაგალითად სენ-ჟერმენი არის ასეთი პიროვნება, დესარუდან ადამიანია ისიც. მიტიერი ხალხის შთამომავალია. იგიც ადამიანია, ოღონდ მოდიფიცირებული, გაუმჯობესებული ადამიანი, რადგან იქ სხვა სიტუაცია ვიდრე აქ. დიახ, არის ასეთი პლანეტა დესარო, ოღონდ არ ვიცი, არ მახსოვს რომ თანავარსკვლავედში, სადაც ცხოვრობენ მიწიდან გადასახლებული ადამიანები, ან შეიძლება თავისნებით წასული ადამიანები, არ ვიცი რატომ, როგორ ამოხდა, არ მახსოვს რა თქვა. კი, ბევრი ინფორმაციის მოსმენა შეიძლება. რიჩარდ გრირი ამბობს, რომ კიდევ რაღაცის გაკეთება შეიძლება და ის შეიძლება უპრეზიდენტ მოეტონოს, რადგან ის არისო ბიზნესმენი და ამ საკითხში ერკვევაო. თქვენ იცითო, ტრამპმა დაწერაო წიგნი ხელოვნება, მოდით ამას მე რუსულად გეტყვით, искусство заключать сделки. ანუ ქართულად რომ გადავთარგმნოთ ეს წიგნი, ამ წიგნის დასახელება ჟღერს ასე. ხელოვნება გარიგება დავდვათ. თუ ესე იგი, თუ როგორ უნდა დავდვათ გარიგება ამ წიგნში წერია. ხელოვნება თუ როგორ უნდა დავდვათ გარიგება. ხო.
და პირდაპირ გაგებით რასაკურველი არა ლამაზი. პირდაპირ რო გადათარგმნო. ხელოვნება თუ როგორ უნდა დავდოთ გარიგება. მე ურჩევდიო პრეზიდენტს კოსმოსური გარიგება მოეხდინაო და როგორ უნდა გააკეთოსო ეს? პრეზიდენტმა უნდა გამოაცხადოსო იმ ხალხის ხელუხლებლობა, რომლებიცო იძებინო ამ საქმეს, ანუ რომლებიცო არიანო დაკავშირებული ინფორმაციის გახსნასა, რომ საქმე გამოვიდესო. დროებით მაინცო და რომ ამ ხალხს ხელისშემშლელი ბარერები არ დახვდეთ თავიანთ გზაზე და ამ ხალხს არ ქონდეთ წნეხი არც პრეზიდენტის მხრიდან, არც კონგრესის მხრიდან და არც ერთი არავის მხრიდან. აგრეთვე მათ მხრიდან არ უნდა მოხდეს დევნა ამ ხალხისა, თურმე ამ ყოდიათ, თურმე კი არა, მე ვიცოდი ერთი წყაროდან, რომ ამერიკაში არის რომელიღაც შტატში დასახლება, სადაც ცხოვრობენ მხოლოდ უცხო პლანეტელები და მათ სხვანაირი კვლევის წყობა აქვთ და მათთვის გამოყოფილია სპეციალური სტომატოლოგი, დანტისტი, რომელიც მათ კვლევს კურნავს. ხო, ეს ვიცოდი მე და მათ აქვენ ისამისფერი ფერის თვალები, ისამისფერი და სტივენ გრირმა თქვა, რომ კარგი იქნებაო თუ ისინი გაანთავისუფლებენო უცხო პლანეტელებს, რომლებიც ყავენო ტყვედ აყვანილი. კი, მე არ მიკურს ეს რატოღაც არ გამკვირვებია. სტივენ გრირმა ეს რო თქვა. ამის შესახებ ჩვენ შეგვატყობინესო სპეცდანაყოფი დელტას მებრძოლიებმა, მიწისქვეშა ობიექტები და ბაზები, სადაც ყავენ დაკავებული უცხო პლანეტელები, იმყოფება განლაგებული არიან მიწისქვეშა ნაგებობებში და სვალკების მიწისქვეშა ტერიტორიაზე და მიწისქვეშ მოწყობილი სიღრმეში, ძალიან დიდ სიღრმეში სამხედრო ბაზებზე. ჩემი აზრითო და სტივენ გრირი ამბობს, რომ უნდა იქნესო გადაცემული ამ მიწისქვეშა ნებისმიერი ობიექტებზე, სამხედრო ბაზებზე ინფორმაცია, რომ შემდგომ ვინც ამ საქმეს იდეებს, იმათმა იცოდესო, ყველაფერი იქნა გადაცემული თუ არა. ანუ უნდა რაც კი არსებობს გასაიდუმლოებულ მდგომარეობაში, ყველაფერი უნდა გადასცენ ამ საქმის გამომძიებლებს, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში. და სამწუხაროთო ამ საქმეში მოუწევთო ჩარევას ფბР-ის წარმომადგენლებს და სამართლ დამცავი ორგანოების ჩარევა. აგრეთვე კორპორაციების ჩარევა, რადგან მთავარი საქმიანობა მიმდინარეობს საიდუმლო ლაბორატორიებში. Skunk Works კომპანიაში რართული დასახელება ლოკჰიდზე, ობიექტებზე, მიწისქვეშა ობიექტებზე, ტუტან გრამონზე, რომლებიც ნაწილობრივ ეკუთვნიან სახელმწიფოს ნაწილობრივ კორპორაციებს. ტექნოლოგიების და აქტივების უდიდესი ნაწილი სამწუხაროდ არ კონტროლდება სახელმწიფოს მიერ. იგინი თითქმის ფაქტიურად იმყოფებიან კორპორატიული სექტორის კონტროლის ქვეშ. ეს ის არის, რაზეც ჩვენ ყვებოდითო 30 წლის უკანო, ახლა ამის შესახებ ლაპარაკობენო კონგრესის წევრები. და ახლა ამჟამად ჩვენ ვიცითო, სად იმყოფებაო ზოგიერთი შესასვლელი ბრჭყალებში. ჩვენ ვიცითო, როგორ არისო აგებული ყველა მიწისქვეშა ობიექტები, როგორ არიანო ერთმანეთთან დაკავშირებული. კომპლექს ედვარდს დავიიდან შტატ იუტამდე, იქაც კიდე თქვა დასახელება ვერ გავიგე, რომელიღაც შტატ იუტამდე არის ასეთი შტატი ამერიკაში. გინდა იჯერეთ, გინდა არ დაიჯერეთ, მაგრამ
ამერიკის ტერიტორიის ქვეშ არის გაფანტული მთელი ქსელი მიწისქვეშა ნაგებობებისა და უნდა გაირკვას თუ სად რა მდებარეობს, სად რა განლაგებული და ზაგავორშიკები, ეგრეთ წოდებული ზაგავორშიკები ზაგავორ არის შეთქმულება, ზაგავორშიკი ალბათ იქნება ამ შეთქმულების მეთავეები, ხო და სტივენ გრირი ამბობს, რომ ამ შეთქმულის ამ შეთქმულებით მონაწილეები დაიწყებენო თუ არა აქონო ალბათ ახლაც აქონო გაკეთებული ეს ადგილების შეცვლას, ანუ შეუძლიან ადგილებს, ბაზებს, ნივთებს, რომ კვალი არიო. დრო არ არისო მათ ხარეს, მაგრამ მაგათმა უნდა იმოქმედონ ტყუითო. აი ეს სჭირდებათო მათ მოლაპარაკება და ბოლოს უნდა მივიდნენ კონსულტებამდე და ახლა მე შევედი ინტერნეტში და კი მიახლოებით მე კი ვიცი ეს სიტყვა რას ნიშნავს კონსენსუს რუსულად კონსენსუს უბრალოდ მახვილი შუა სიტყვაზე ერტყმის ალბათ ქართულადაც კონსენსუსი იქნება იმიტომ რომ ეს არის ახალი შემოსული ტერმინი და რას ნიშნავს ხო ეს ნიშნავს საერთო გადაწყვეტილების მიღება ან თანხმობის მიღება ჯგუფში პრინციპიული წინააღმდეგობების არქონის საფუძველზე ანუ წევრები ვინც ამ ჯგუფში შეიკრიბება ხო რაღაც საკითხის გადასაწყვეტად წინააღმდეგი არ იქნებიან ან თანხმობის მიღებისა ანუ ეს არის მდგომარეობა კონსენსუსი არის მდგომარეობა როდესაც ყველა თანხდება იმისთვის იმასთან დაკავშირებით რომ უნდა იმოძრაონ წინ თუნდაც რომლიღაცთვის არ იყოს ეს იდეალური არჩევანი და როგორ მუშაობს კონსენსუსი კონსენსუსი მიიღება იმ პროცენტის ადამიანების თანხმობით მაგალითად 100-დან 51% თუ იმარჯვეს უბრალოდ იქ სადაც 51%-იაო ადამიანებისა იმარჯვებსო 49 ხდებაო კონსენსუსი თუ შეთანხმება არ მოხდებაო კონსენსუსი ესე იგი არ ჩატარდაო შეიძლება მონაწილეები არ იყვნენო ახტაცებული ამ იდეით, მაგრამ ისინი არიანო თანახმა და ბლოკიროვკას არ უკეთებენო ამას. ანუ კონსენსუსი არის გადაწყვეტილება, რომელიც ერგება ყველას. ხო, ახლა კი გადავიდეთ. დადგა დრო, როდესაც უნდა ჩანერდეს პირველი ეტაპი ორდინარული ტექნოლოგიების რომლებიც კაცობრიობას მოუტანენ სარგებელს და ჩვენ გვაჩუქებენ ოქროს ხანას სიღარიბეს მოუღებენ ბოლოს სხვათა შორის მინდა გითხრათ სიღარიბეზე ბევრმა არ იცის რომ სიღარიბე დედამიწაზე არის ხელოვნური ასე ვთქვათ პროგრამა განა დედამიწა მართლა ღარიბია? სიღარიბე ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ან ტერიტორია დედამიწის რაღაც ნაწილი ღარიბია. კი არის ღარიბი ნიადაგი აქვს დედამიწას, მაგრამ ეს მე ვიტყვი უფრო გამოფიტული ნიადაგი. რაღაც ზემოქმედების გამო ნიადაგი გამოიფიდა ან მოკვდა, ხო? მაგრამ სიღარიბე არ ნიშნავს ეს გამოფიტული ნიადაგი არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობამ უნდა იცხოვროს სიღარიბეში. სიღარიბე იქმნება ხელოვნურად. რადგან ღარიბი მოსახლეობის გაკონტროლება და მშიერი ადამიანის გაკონტროლება ძალიან ადვილია. მაგრამ გამზღარი ადამიანს ვერ გააკონტროლებდა ისეთ ადამიანს, რომლებიც
არ არის დამოკიდებული მთავრობის რაღაც გადასახადებთან. ანუ დენი აქვს უფასო, წყალი აქვს უფასო, მოყავს თავისთვის საჭმელი, ხო? რომელიც არ იყიდება დაუშვათ, ანუ შეაგროვა ტყეში. მე თქვენ ტარტარიის თემასთან დაკავშირებით ვიდეოებს რო გიდებთ, მე ხარ ჩამოვთვლი ყველაფერს დეტალურს. მოусვიდეთ აი ამ ვიდეოს თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. ხელოვნურად არის არჩეული ქვეყნები, რომლებიც უნდა იყოს ღარიბი. ხელოვნურად, თქვენ ალბათ მე ამასაც არ ჩამოვთვლი, რატომ და ინტერნეტში დღეს ყველას გაწტომა და იცით თუ რომელ ქვეყანაში არის უფრო მეტი სიღარიბე, რომელში არა. და წარმოგიდგენიათ, დედამიწაზე იმაზე მეტი თავისუფალი ტერიტორია, ვიდრე ჩვენ გონიათ. და ადამიანებს ყოველთვის უკეტავდნენ ჟანგბადს, რომ ისინი და ნახევარშიურ მდგომარეობაში ყავდათ. მაგალითად, ხრუშოვის დროს ეს ამბავი მე ვიცი დაზუსტებით, რადგან მამაჩემმა თქვა, მამაჩემმა გაიხსენა თავისი ბავშვობის ისტორია. ხრუშოვმაო როდესაც დაიწყეს ეს ალბათ ომის შემდგომი პერიოდი იყო თუ არ ვცდები ხო? არა, ომის შემდგომი პერიოდი სტალინი ჯერ ცოცხალი იყო. ალბათ 53 წლის შემდეგ. როდესაც ხრუშოვი იყო საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის დივანი. მაშინ პრეზიდენტობა არ იყო ეს ცენტრალური კომიტეტის დივანი. იმ პერიოდში ხრუშოვმა აბრძალა ხორბლის საქართველოში შემოტანა თურმე. და უთქვამს საქართველოში სიმინდი დათესონო, სიმინდიც ეყოფაო. და რაღაც პერიოდიო ჩვენ მამაჩემი არის თამაკონიდან. ეს მარტვილის რაიონი, მაშინ გეგეჭკორი ეწოდებოდა. და ჩვენო გვენატრებოდაო პური. პური იყო ჩვენთვის დეფიციტი. და ერთხელ გამიშოვა დედაჩემმა პურის საყიდლად რაღაც მანძილი უნდა გაივლო ველოსიპედით. და უყიდია ერთი პატარა აგური პურები რომა, ერთიც არის. უნდა მოიტანა თურმე და ბებიაჩემს ძალიან უჭირდა. და ეს პური შემოიჭამა გზაზე, რის გამო ცემა ბებიამ. და საერთოდ კი, დიდი ბებია, მამაჩემის ბებია. ძალიან, შერი არ იყო, ყავდა ნახირი, მარტო იყო შვილი დაიღუპა ომში ერთი, მეორე შვილი თალკე ცხოვრობდა ბებიაჩემთან ერთად. ხო, მეორედ გათხოვდა ბებია იქ თამაკონში და ვერ ეწყობოდა დედამთილს. ძალიან თავისებური ქალი იყო. ნათელში იყოს მისი სული და ხო და ისინი ცხოვრობდნენ თალკე და სულ შიოდათ. ანუ იმიტომ კი არ შიოდათ, რომ საშუალება არა, იმიტომ შიოდათ, რომ პრიორიტეტების განაწილება არ იცოდა ბებიაჩემმა. ახლა რასაც ჩვენ უწოდეთ პრიორიტეტს, ეს ნიშნავს იმას, რომ აი გაანაწილო, ხო? აი მაგალითად დღეს ეს ხვალეს ზექეს, ხო? კარგი, მე ხა თემას გადავუხვე, მოდი დაუბრუნდეთ ისე. ხო, სიღარიბეზე საუბრობდი და შეგნებულად ქმნიდნენ, შეგნებულად. და თურმე მაგ საბჭოთა კავშირის დროს მიწევს, ბევრი მიწა იყო, მაგრამ გაგებედა და ხელი მოგეკიდა საკოლმეურნო თავმჯდომარის გარეშე. ხო და საწყალი ხალხი თურმე მე იმას გეუბნებით, რაც ვიცი სინამდვილეში. რისი მოწვი იყო მამაჩემი და საწყალი ხალხი თურმე ჩუმად იღებდნენ აკვეთებს საცხა მოშორებით მიგდებულ ადგილებში, რომ თავისი ოჯახები გამოეკვება რაღაცა დაეთესათ იქ და შემდგომ გაიყიდათ ისე რომ მთავრობისთვის წილის მიცემა არ ყოფილიყო საჭირო. წარმოიდგინეთ ახლა თქვენ. და მშვიდი ადამიანისთვის სულიერ განვითარებაზე ფიქრი შეუძლებელია, იმიტომ რომ კუჭა არ აქვს ამის საშუალებას. კარგი, მოდით მივუბრუნდეთ თემას. ხო, და ჩვენ გვაქვს ისეთი ტექნოლოგიები, რომ
არ მოგცემს ხო ეს პროგრამები რომლებსაც უშვებდნენო ჩვენთან ამერიკაში 40-იან წლებში ტრილიონი დოლარები დაიხარჯაო ეს ტექნოლოგიებიო ამ ტექნოლოგიებს შეუძლიათ თქვენი მართვა თქვენი სახლის მართვა თვალყური თქვენი მანქანის მართვა და ეს ტექნოლოგიები შეიძლებაო გამოუშვანო იმისთვის რომ სამედიცინო რაღაც საკითხებში დაეხმარონო მაგრამ ხო ეს ტექნოლოგიები არ არისო იარაღი მაგრამ ცუდი ადამიანის ხელში ეს ტექნოლოგიები შეიძლება იარაღად გამოიყენო ყველაფერი შეიძლება იარაღად გამოიყენო იგივე წყლის სავსე ბოთლი პლასმასის თითქოს არ უნდა მიაყენოს ადამიანს ზარალი ზიანი ხო არა და თურმე მაინც იგივე ავიღოთ დანა სამზარეულოში გამოიყენება ხო მაგრამ შეიძლება ადამიანის მოკლა დაჭრა იგივე წყალი ჩვენ წყალს ვსვამთ მაგრამ შეიძლება ადამიანის წყალში დაახჩო ხო და ასე შემდეგ ახლა მე ყველაფერს არ ჩამოვთვლი მე ვამბობ რომ ყველა საგანი შეიძლება იარაღად გამოიყენო შეიძლება ფურცლით ადამიანს ჭრილობა მიაყენოს წარმოიდგინეთ ბასრი ის თუ აქვს კიდე ფურცლით უბრალოდ ფურცლით ადამიანს შეიძლება ჭრილობა მიაყენო მაგალითად ჩვენ არ გვინდათო რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს ქონდენო ტექნოლოგია ტექნიკა იმისთვის რომ რაკეტები მიიტანონო სადმე იგივე თეთრ სახლთან ხო და ერთ-ორ წუთში ამ ტექნოლოგიას შეუძლია დაფაროსო მანძილი 10,000 მილი წამოიდგინეთ და 2 წუთში შეიძლება ვაშინგტონში აღმოჩნდესო რაკეტები ხო ხელოვნება კოსმოსურ გარიგებაზე ეს არის უდიდესი კიდევ ერთი უდიდესი ცდელობა კოსმოსური განიარაღებისა ამ ხელოვნებაში შედის ეს ანუ განიარაღება ეს ის არისო რაზეც ეზენჰაუერი ერთ-ერთი პრეზიდენტი ეზენჰაუერი მსჯელობდაო უცხო პლანეტელებთან ხო და ჩვენ გვინდაო განიარაღება მოხდესო მასიური განადგურების შეიარაღებებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გლობალური სისტემა კოლექტიური უსაფრთხოებისაო რომელიც უნდა ყოფილიყო უბრალოდ უნდა შეექმნათ 100 წლის წინ უკანო მეორე ნაწილი შედგებაო იმაში რომ ხოლო ამის შემდეგო ჩვენ შეგვიძლიათ სამყაროში გამოუშვათო ის რასაც შეუძლია ლევიტაცია ან ფრენა მაგრამ აქამდე ჯერ კიდე შორიაო მაგრამ თუ დღეს დააკვირდებიო იმას თუ რა ხდებაო სოფლიოში ტაივანის და ჩინეთს შორის დაძაბულობა რუსეთს და უკრაინას შორის ომი ირანთან და ახლო აღმოსავლეთ ქვეყნებთან კონფლიქტური ურთიერთობა ამერიკა და ირანს შორის შეიძლება ითქვას რომ ეს ხანძარი ძლიერდებაო და შეიძლებაო ატომური ომის შედეგად კაცობრიობა განადგურდესო თუ ჩვენ ამ ომში ჩავერთეთო მე გაძლევთ იმის გარანტიას რომ ჩვენ ერთმანეთს ამოვხოცავთო განადგურდებითო ყველა ტექნოლოგიები რომლების ფუძეში დენა ვარსკვლავთა საშორისო სივრცეთა საშორისო ძრავები რომლითაც მოძრაობენ ხომალდები და ენერგეტიკული სისტემები რომლებიც შეიძლება იქნას გამოყენებული ომში 1000 ჯერ უფრო საშიშიაო ატომურ იარაღზე 1000 ჯერ უფრო საშიში ამიტომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანიაო სოციალური ევოლუციის თვალსაზრისითო ამიტომ უნდა მოხდესო მასშტაბური გლობალური გასაჯაროვება ინფორმაციისო რომელიც გამოიწვევს შეთანხმების ხელმოწერას ან რაღაც პაქტი ქვია მას
მხოლოდ მაშინ მივიღებთ ჩვენ სტაბილურ სამყაროს და ამ სტაბილურ სამყაროში შეძლებთ უყვე ამ უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენება. უსაფრთხოდ ის უსაფრთხოა, სანამ თუდი განსახით ადამიანი არ გამოიყენებს ამ ტექნოლოგიებს, მაგრამ თუ ამ ტექნოლოგიებს გამოიყენებს ადამიანი კაცობრიობით სასარგებლოდ, მაშინ სასარგებლოდ იქცევა ეს ტექნოლოგიები. გააჩნია, ხომ გეუბნებით ამ მაგალითები მოგიყვანეთ მე თქვენ, როგორ შეუძლია მაგალითად იგივე წყალს ადამიანი განკურნოს, მოიყვანოს ყურვილი მოუკლას და თან მოკლა ადამიანი. და მაშინ ჩვენ შეძლებთ ვაშინგტონიდან პარიზამდე ჩასვლას 2 წუთში. ეს მაგარი იქნებოდაო. სამხედრო ელები ამ შემთხვევაში იმის მაგივრად რომ განადგურონ უთხროპლანეტელები ან დაიჭირონ ისინი ან მოკლა, მათ დაცვას დაიწყებენ. აი ეს ყველაფერი უნდა მოხდარიყო 50-იან წლებშიო, მაგრამ ეგ ამბავი გადაიდო დიდი ხნით და მაგ დროს პრეზიდენტ ეზეხაურს უნდა ამის გაკეთება, მაგრამ ის გადააყენესო ხო და ეს გადაყენება მოხდაო უსისხლო სამთავრობო გადატრიალების შედეგად. და მაგის შემდეგ ჩვენ როგორც ნაცია ვერ მოვედითო გონს ამ გადატრიალების შემდეგ. თუ ამერიკის მთავრობა არ და ესე იგი არაკანონიერი პროექტებზე არ დააწესებს კონტროლს, ეს იქნება ცუდი, არადა ეს უნდა გაკეთდეს პირველ რიგშიო, რადგან ისინი არამხოლოდ აქტიურად უკეთებენ საბოტაჟს მსოფლიო საზოგადოებას, არამედ მიზან მიმართულად ანადგურებენ არამიწიერ საფრენ აპარატებს. მე ვიყავი 2 საიდუმლო ობიექტზეო და ერთ-ერთმა თანამშრომელმაო მოყვაო რომ ამ ობიექტები ამ ყოველ ობიექტზეო ყოველწლიურად აგდებენო 1 ან 2 არამიწიერ ობიექტს, საფრენ ობიექტს და იქნა გამომდინარე რომ ეს ბაზები ფუნქციონირებენ 45 წელი. თქვენ უნდა დათვალეთ რამდენი არამიწიერი საფრენი ობიექტი იყო ჩამოგდებული. და ეს იყო 2 ადგილზეო, სადაც ჩამოაგდესო 1 ან 2 ობიექტი ელექტრომაგნიტური იმპულსის მეშვეობით და სკალარული იარაღის დახმარებით. მე თქვენ ერთ-ერთ ვიდეოში მოგიღებთ რას ნიშნავს სკალარული იარაღი, მაგრამ მოდით მე ახლა გადავუხვევ თემას და მოკლედ გეტყვით იმას თუ რა არის სკალარული იარაღი მათთვის, ვინც ეს არ იცის. ვინც იცის, იცის. მაშ რა არის სკალარული იარაღი? ეს არის ჰიპოთეტიკური იარაღის ნაირსახეობა, რომელიც დაფუძნებულია სკალარული ელექტრომაგნიტური ტალღების გამოყენებაზე, რომლებსაც აქვთ უნარი გადასცენ ენერგია დანაკარგის გარეშე ნებისმიერ მანძილზე. ამ სკალარულ იარაღს შეუძლია გამოიწვიოს მიწის ძვრები, შეცვალოს ამინდი ან შექმნას ტყვია გაუმტარი ძალოვანი ველები. წამოიდგინეთ. და ის როგორ მუშაობს? 2 ან მეტი ძლიერი გენერატორები სკალარული ტალღებისა უერთდება ერთ წერტილში ერთ ადგილზე. რაღაც ადგილზე დაფიქსირდება, შემდეგ ამ 2 სკალარული ტალღის წერტილში ჩდება გიგანტური ენერგიის ასე ვთქვათ გროვა, ანუ სკალარული ბუშტი, რომელსაც შეუძლია გააქროს მატერია, გამოიყვანოს წყობიდან ელექტრონიკა ან გამოიწვიოს ძლიერი ლოკალური კატაკლიზმები, რაც ხდება დღეს. კი, დღეს ხდება ბუნებრივი კატაკლიზმებიც, მაგრამ ხდება უმეტესწილად, ამას კიდევ ემატება უფრო სწორად, ხელოვნური კატაკლიზმები.
იმისთვის რომ დასაჯონ ეს თუ ის ქვეყანა მაგალითად იაპონიაში ყველაფერი რაც მოხდა ალბათ იცით ხო მიწისძვრა მე ცუნამი რაც ხდება ახლა იაპონიაში ხდება ბევრ შემთხვევაში ხელოვნურად ანუ ქვეყნებს ჯიან ან არცხილებენ მე მესმისო რომ ეს ყველაფერი უნდა ჩატარდესო თავრობის მხრიდან ფრთხილად რადგან ამ ხალხსო აქვსო ყველანაირი წვდომა ამ ტექნოლოგიების მიმართ და შეუძლიათო მათ რომ უნდათ მაშინო ჩართონო ამუშავონო ეს ტექნოლოგიები კაცობრიობის წინააღმდეგ ამიტომ თხილად უნდა მოიქცესო პრეზიდენტი მე ეს მესმისო ამ ხალხმა შეუძლიაო მთელი პლანეტა აფეთქონო ამ იგივე სკალარული იარაღით ხო მე ვფიქრობ რომ ეს დელიკატური ოპერაცია არისო მაგრამ დრო ჩვენზე არ მუშაობსო და მე ვფიქრობ რომ ეს ამბავი ამ გახსნასთან დაკავშირებით უნდა დააჩქარონო დაუშვათო ეს მოხდაო ამ ინფორმაციის საბოლოო გახსნა ბოლო 6 თვის განმავლობაში ახლა ეს ვიდეო ატვირთულია 20 მაისს 20 მაისს ნახოთ დაბა 6 თვის განმავლობაში რა მოხდება ამ საკითხთან დაკავშირებით ეს მარტო ამერიკას არ ეხება ეს გვეხება ჩვენ ყველას მთელ სოფლიოს იმიტომ რომ ის ხალხი ვინც მართავს ამ ტექნოლოგიებით არ ყოფენ შენ ქართველი ხარ ის რუსია თუ ის ამერიკელი თუ ის ინგლისელი არა მართი სულ ერთია ისინი მართავენ სოფლიოს მართავენ კი არა მათ შეუძლიათ სოფლიო განადგურონ და ისინი არ დაიწყებენ არჩევას შენ ქართველი ხარ შენ რუსი ხარ თუ ვინ ხარ არა და საქართველოში რო დაიწყო მოძრაობა ჩვენთან მეგრელებმა მეგრულ ენას უნდა დავიწყოთ საუბარი და ეს ყველაფერი ვინ წამოიწყო თქვენი აზრით და საქართველოში ქართველებმა წამოიწყო ეს არა ესეც კი არა მე არ ვამბობ მე მეგრელი ვარ მე ვაფასებ ჩემ კუთხეს კუთხურ წარმომადგენლობას მე ვაფასებ ჩემ ენას იმის მიუხედავად რომ მე ბავშვობიდან არავინ მოლაპარაკებოდა მეგრულად მე შემიძლია მეგრულადაც საუბარი მესმის მეგრული კარგად აი ქართულით თავისთავად ვიცი მაგრამ მე თუ მკითხავ მე ყველაფერი რუსულად მოსამთავრებული აი შემთხვევას მოგიყვებით შევედი აფთიაქში ერთი კაცი იდგა იქა ზუგდიდში აქვე აქ რატომ ელაპარაკებიო ეუბნება კონსულტანტს მეგრულად თათ ასეთი საქციელი კიდე არა ლამას ჩვენ არავინ გვართმევს მეგრულ ენას მეგრელობას არავინ გვართმევს მაგრამ ზოგჯერ ისე უნდა მოიქცე რომ აი შენ ხარ თავარი ჩვენ არცეთი არა ვართ არცეთი ნაცია და იმასწორეთ ხალხო ჩვენ ვართ ყველა კოსმოსიდან ჩვენ ვეკუთვნით ერთ წყაროს ეს დედამიწაზეა დაყოფა კი კოსმოსიც არის სხვადასხვა ცივილიზაციები წარმომადგენლები სხვადასხვა ცივილიზაციის მაგრამ არ უნდა გააღიზიანო გარემოება ასე ვთქვათ მე ასე უხეშად ვიტყოდი და კიდევ რასაკვირველია სტივენ გრირი მართალია ახლა რასაც გეტყვით იმასთან დაკავშირებით ყველაფერი ისე გაკეთესო უნდა რომ ეკონომიკა არ ჩამოინგრესო მართალია ახლა ჩვენ ახლა რომ უცებ აგზავნ ყველაფერი იგივე ახლა კოკა-კოლა მეთქი ბოთლები პლასტმასის ბოთლებთან დაკავშირებით ხო საქართველოში მაგალითად გადაიდო 4 წლით პლასტმასის ბოთლების აგზავნა მაგრამ ახლა პლასტმასის ბოთლები ამის აგზავნა ეკონომიკაზე რასაკვირველია დარტყმას მიაყენებს მით უმეტეს ის უცებ ხო ვერ შემოვა სამაგიერო თებშები სამაგიერო ჭიქები ამას ხო ყველაფერს რო შეიცვალოს დრო უნდა ხო იგივე მედიცინა იგივე ტექნოლოგიები ახლა ვისაც მანქანები ყავს
მოხედათ რა გამოიწვია, როდესაც საქართველოს მთავრობამ მოინდომა ძველი მანქანების აკრძალვა. ხო? მე ეს საკითხი გადაიდო. საქმე იმაშია, გადაიდო თუ რაღაც შეთვალეს იქ. საქმე იმაშია, რომ ის ხალხი დაზარალდება, ვინც ამ მანქანებით არჩენდნენ ოჯახებს, ხო? ასევე დაზარალდება ბევრი, დაზარალდება ეკონომიკა, დაზარალდებით ჩვენ ყველანი. ამიტომ ამის გადასვლა თანამედროვე ტექნოლოგიებზე უნდა ხდებოდეს თანდათანობით. ამ გლობალური ცვლილებების გამო ასე ვთქვათ, უარყოფითი შედეგების აცილებით. თუ დააკვირდებით თქვენ დაკარგულს 100 წლეულსო, ეს არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც გამოუშვა სტივენ გრერმა ამის ჯგუფმა და ეს ფილმი გამოვიდა 3 წლის წინ უკან მე წინ ვამბობს. და იქ საუბარია იმაზე, რომ ტექნოლოგიების ჩანერგვასეო, რომლებიც შეცვლიანო ყველა ძველ ტექნოლოგიას, რაც კი არსებობს დედამიწაზე, დასჭირდებაო 15-20 წელი. თუნდაც ხვალ ჩვენო გადავაკეთებთო ჩვენ წარმოების სფეროს. ყველა სფეროში, წარმოების ყველა სფეროში გადავაკეთებთო ყველაფერს, მაინც დაჭირდებაო ამდენი დრო. მაგრამ ამის ასე ვთქვათ, მოხდენა კი არა. გართულდებაო ეს, იმიტომ რომ ჩვენ პლანეტაზე არისო სადღაც მილიარდ ნახევარი ავტომანქანები, ყველანაირი სახის ერთად აღებული. და ყოველწლიურად უშვებენო 100 მილიონს წელიწადში. და იმისთვის რომ გადახვიდეო მინიმალური რესურსებით ავტომანქანებზე ასე ვთქვათ გენერატორებით, რომლებიც აძლევენ საშუალებას ელექტრომობილს იმუშაოს ქსელთან შეერთების გარეშე, აკუმულატორის გარეშე. ეს ყველაფერი რო შეიცვალოს ძველი ტექნოლოგია მანქანებით, ძველი ასეთ მანქანებზე, რაც მე ხარ თქვი, დასჭირდება მაინც 14-20 წელიო. აკუმულატორები არ არის საჭირო, რადგან ისინი იწვიან და გარემოს აბინძურებენო. როდესაც ამ აკუმულატორებს მე აგდებენო, მე ვიყავი მოწმე იმისა, მე ვთხოვდი ადრე მარცხენა სანაპიროზე და იქ ჯარც იბარებდნენ და იქაური პატრონი იმ სახლის, ისთანაც იყო ეს ჯიხური. სულ ჩხუბობდა. ნახეო მე მაჩვენა, ნახეო რკინაო როგორ ამოჭამო აკუმულატორის სიმჟავემო. აბარებენ აკუმულატორის ჯარში, მე ისინი ხსნიან ამას. ამ აკუმულატორებს შლიან, სითხე კი გარეთ გამოდის. მაგრამ არისო სხვა პრობლემაც. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ მოგვიწევსო ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომლის შედეგად ჩვენ ვარს ვიტყვითო ელექტროგადამცემ ხაზებზე. ანუ ეს სვეტები თავის გაყვანილობით, ელექტროგაყვანილობით, ქსელი იქნება მოწყობილი ისე, რომ ყოველ სახლთან და საწარმოსთან იქნება დაყენებული თავისი გენერატორი, რომელიც ჩამოგავდეს იქნება სითფურ ნასოს, რომლის დაყენება შეიძლება ნებისმიერ ადგილას და რომელიც ნებისმიერ სახლს, ნებისმიერ საწარმოს, ნებისმიერ ნაგებობას დააკმაყოფილებს ელექტროენერგიით. თან უფასო ელექტროენერგიით და დაბინძურების გარეშე, გარემოს დაბინძურების გარეშე. ეს არისო მასშტაბური ამოცანა. ჩვენ მოგვიწევსო ასობით მილიონი, მილიარდი სახლები და საწარმოების გადაკეთება მთელი სოფლიოს მასშტაბით. ამას ყველაფერს დრო სჭირდება, მაგრამ სოფლიო ძალიან ცუდ მდგომარეობაში არისო. და ამ საკითხის მეორე მხარე შედგებაო იმაში, ამ პროცესის შედეგათო ბევრი ადამიანი დაკარგავსო სამუშაო ადგილებს და საჭიროაო ამ ხალხის გადამზადება, რომ მაგათმა შეძონო ახალ სფეროში მუშაობა, ახალ ტექნოლოგიებთან მუშაობა და ამ ხალხის დასახმარებლად უნდა შეიქმნასო სპეციალური ფონდი. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ცვლილებების მოხდენა კაცობრიობის და პლანეტის სასარგებლოთო ინტერესებში. მე ვესაუბრებოდი ადამიანებს, რომლებიც არიან სპეცგანაყოფებიდან და რომლებმაც იციანო არისო
აი, როდესაც ამბობენ, რომ უცხო პლანეტელები ატყავებენ ადამიანებს, იტაცებენ ადამიანებს, მაგათმა იციან, რომ ეს ყველაფერი არის ამ კორპორაციების, რომლებსაც გააჩინათ ეს ტექნოლოგიური, განვითარებული ტექნოლოგიური საშუალებები, ამ კორპორაციების გაკეთებული 90-იან წლებში სპეცნაზელები და დაქირავებული ადამიანები მიყვებოდნენ, რომ თუ რითი იყვნენ ისინი დაკავებული თავის სამსახურში. ამიტომ არ შეიძლება იმის შენახვა, საიდუმლოდ კონდეს შენახული ის, რაც ხდებოდა ადრე. ადამიანები თავრობაში, რომლებიც უნდა იყვნენ ხალხის, ჩვენი ანუ ხალხის წარმომადგენლებიო და რომლებმაც უნდა იყონო ეს სიტუაცია თავის კონტროლის ქვეშ, უნდა გააჩერუნო ეს. მე ვეუბნებოდიო ხალხს, როდესაც ისინი თუ ოდესღაც მოხდებიანო ამ საიდუმლო ციხეებში, პირველი რაც მათ უნდა გააკეთონ, აჩვენონ საზოგადოებას, უჩვენონ ყველაზე მთავარი ხელოვნური უცხო პლანეტელები, რუხების რობოტები, სხვა პლანეტარული სიცოცხლე, უცხო პლანეტელები, ადამიანებით შექმნილი ფრინავი ობიექტები, რომელზეც ისინი აჯენენ ამ არსებებს. თვითონ ისინი იტაცებენ ხალხს და აწყობენ უცნაურ წარმოდგენებს და ამით მოახდინონ ადამიანების გონებაზე გავლენა და შეაშინონ ისინი. ეს არის ძველი თამაში. ისინი ქმნიანო პუგალას, ანუ ბოსტანში რო კიდია მართხოველა. ისინი ქმნიანო მართხოველას. ეს არის ცდილობა შექმნა ყრის სახე და ყველას მოუნდება დაცვა, დაცვის განვითარება, ანუ რომ ისინი დაიცვა. და მათი ინტელექტი ამ დროს შიშის მომენტში ითიშება და ისინი ვარდებენ ისეთ მდგომარეობაში და რომ ამ მდგომარეობიდან გამომდინარე ან უნდა გაიქცე, ან უნდა იბრძოლო. და ტვინი ამ მომენტში უთიშავს ადამიანს უნარს უფრო მაღალი აზროვნებისა. ამდაგვარად შიშის და მანიპულაციის მეშვეობითო დახმარება არა, უფრო მეშვეობითო ცერეულ და სპეც სამსახურები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა სამხედრო და სადაზვერვო სტრუქტურებთან, ატარებენ ფსიქოლოგიურ ოპერაციებს და ეს მოაწყოს კორპორაციებმა და ამ ნომერს ისინი ატრალებენ უკვე 60 წელია და ამას ბოლო უნდა მოიღოსო და მაგრამ მანამდე უნდა მოხდესო გახსნა. შეუძლებელია გახსნა ის რისი თუ არ გაიხსნაო ყველა ის 90% იმისა, რასაც ისინი აკეთებდნენო. არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც არავინ საუბრობს, ჩვენი მეგობრები ვარსკვლავური სისტემებიდან არიან უკვე მოთვენის საზღვარზე და ეს ისინი ამ მომენტში ძალიან მართლები არიან, რადგან ჩვენი დედამიწის ტექნოლოგიები, როგორც კვანტური პოტენციალური იარაღი, კვანტური, ასე ვთქვათ, არეულობა, სკალარული და სხვა სისტემები წარმოადგენენ საფრთხეს მათთვის, მათ სამყაროებისთვის. საქმე მარტო მაგას კი არ ეხება, ჩვენ შეგვიძლია თუ არა მათი ჩამოგდება ჩვენ ატმოსფეროში. მარტო მათ ჩამოგდებას არ ეხება საკითხი. ჩვენ კაცობრიობა გახვდით. მთელი კაცობრიობა არა, მაგრამ ისინი ვინც ფლობენ ამ ტექნოლოგიებს, გახვდით საფრთხე კოსმოსისთვის. მე ვაფრთხილებდი ადამიანებს, რომ ეს არამიტიერი ცივილიზაციები ამ ბევრჯერ მithქვამს, რომ ამ არამიტიერმა ცივილიზაციებმა ეს საკითხი თქვენს მაგივრად გადაწყვეტესო, რადგან ეს გავდეს იქნებაო უცხო პლანეტელების შემოჭრას, მაგრამ მათ აგი არ უნდათო ეს ყველაფერი მოხდესო, როგორც უბრალოდ მოხდეს კი არა, ყველაფერი ასე ვთქვათ, კი არ მოხდეს ასეთი სახით რომ მოხდეს ეს ყველაფერი, ანუ ადამიანების წინააღმდეგ შემოჭრით დამთავრდეს ეს, რომ ნება არ კითხონ ადამიანებს, სურვილი არ გაითვალისწინონ დედამიწელების. მათ ეს არ უნდათ. ნაძალადების შემოჭრა. რადგან ისინი არიან
მშვიდობიანი ცივილიზაციები. ისინი აქ იმიტომ არიან, რომ ჩვენ დაგვეხმარონ გადასვლაში კოსმოსურ ერაში, მშვიდობიან ტექნოლოგიურ ერაში, რომელიც კოსმოსში გავა როგორც ერთიანი სახეობა და არა მებრძოლი მაიმუნების და არა როგორც მებრძოლი მაიმუნების გროვა. და უცხო პლანეტელებს რომ დომებოდათ ჩვენი განადგურება, ამას გააკეთებდნენ კიდევ მაშინ, როდესაც ჩვენ ავაფეთქეთ პირველი ატომური ბომბი. და ისინი მიხდნენ, რომ ხალხი გამოვიდაო კონტროლიდან. ჩვენ გვაფრთხილებდნენო, მაგრამ 80 წლის განმავლობაშიო ჩვენ ყური არ ვუხდეთო მათ გაფრთხილება. და ეს არის ბოლო გაფრთხილება, ეს თამაში დამთავრდება და ასე თუ ისე ის დამთავრდება, ისე როგორც დამთავრდებაო. მე მინდა რომ ეს ყველაფერი დამთავრდესო მშვიდობიანი გზით, გამოვასწოროთ შეცდომები, რომლებიც დაუშვით 60-80 წლის განმავლობაში და წავიდიოთ წინ განვითარებაში. მაგრამ არის მეორე მეთოდიც და ის მიგვიყვანს კატასტროფამდე. მე ვიქნები თქვენთან გულწრფელიო და გეტყვითო, რომ ჩვენ მართლა ვაახლოვდებითო ამ მომენტს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდი ხანიაო იმ ხაზამდე მივედითო, როდესაც დრო უკვე იწურებაო. ჩვენ კიდევ ვცდილობთო მოვიგო დრო. ჩვენში მე გულისხმობ მე და ჩემნაირ ადამიანებსო, რომლებსაც უნდათო ამ საკითხის კვტარი-წერტილიდან წაწევა, მაგრამ ეს მდგომარეობა უდრის გაჭიმულ რეზინას. კი, დროის ხაზის გაჭიმა შეიძლება, მაგრამ რაღაც მომენტში ის გასკდება. ჩვენ ახლა ვართო 2026 წლის გზას ჯერ კიდევ ნახევარი წელი არაო გასული, მაგრამ მე საქმე წამოვიწყო 1990 წელსო. სიმართლე გითხრათო, უცხო პლანეტელებმა პირდაპირ მომართესო მე და მთხოვესო ეს გამეკეთებიაო. და რაღაც მომენტშიო ჩვენ მოგვიწევსო ახიერება იმისი, რომ ჩვენ ბევრჯერ ყოფილვართო ისეთ მდგომარეობაში, რომ უნდა გამქრალიყავითო, მაგრამ ეს ჩვენი აქ წყდებაო ჩვენი ბედის საკითხი. მე რამიდა გითხრათ, არ შეგაშინოთ სტივენ გრირის ნათქვამმა. სტივენ გრირი ლაპარაკობს პირდაპირ. მე გახსოვთ თქვენ ერთი ვიდეო დაგიდეთ ალენა ბრეგინასი, სადაც ის ყვება, რომ სიცეში გააჩნდა რაღაც წერტილი ნეგატიური, რომელიღაც ნეგატიური მოვლენის წერტილი, რომელიც იზრდებოდა. მე ბევრჯერ მithქვათ თქვენთვის, რომ ფიქრებით იწყება ჯერ მატერიალიზაცია, თუ თქვენ ფიქრებში ჩამოაყალიბებთ თქვენი აზრები, მეშვეობით, თქვენი ასაფორმობის მეშვეობით ის, რაც თქვენ გაწუხებთ რა საკითხი, ის, როდესაც გაძლიერდება იმისი ჩონჩხი, ასე ვთქვათ, წვრილი დონის ჩონჩხი, ის მერე მატერიალიზაციას განიცდის, ხო? და ბევრჯერ ვთქვამთ გოგოებსაც, სხვებსაც, პელესაც, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ კარგზე, ხო? და ჩვენ თუ ვიფიქროთ კარგზე, დასაკვირველია ჩვენი გზიდან ჩამოშორება იქნება რთული, რადგან დროის ხაზი ჩვენ ყვებათ იმ დროის ხაზს, თუ რა აზრები გვაქვს, ჩვენი აზრებით. კონგრესში, როდესაც ჩვენ პოზიტიური აზრები გვაქვს და კარგად არ განწყობილი, ჩვენ ვაძლიერებთ ახლა იმ ხაზს, რომელზეც ჩვენ ვიმყოფებით. არა, ეს ხაპარი არ არის შემოკარგებო. აქ წყდება არა მხოლოდ კაცობრიობის ყოვლის საყოლის საკითხი, აქ წყდება ჩვენი მომავალი წინაპრების სამომავლების საკითხი. ჩვენ ის უცხო პლანეტელები, რომლებიც აქ მოფრინავენ, ჩვენ ვართ იქედან, ჩვენ ყველას იქ გვაქვს დატოვებული მით ვარსკვლავური სულია. ამიტომ ამბობ, ასპექტები, ხო? არიან, როგორც გითხარით, მე მიწიერი სულებიც. და ჩვენ რომ ეხლა არ გავუფრთხილდეთ დედამიწას, ამიტომაც საფრთხეს ვქვნით კოსმოსისთვის. ჩვენი ნაბიჯებიდან გამომდინარე, როგორ ნაბიჯებს გადადგამთ, აქედან გამომდინარე, თუ რა შედეგი იქნება, გამჟღავნდება იქ. და ეს სრულად არა ზღაპარი. ეს არის რეალური სინამდვილე.
და დროა ჩვენ გონზე მოვიდეთ. მე მაგალითად ფიზიკურად ხო ვერაფერს ვაკეთებ, მაგრამ მე სულ ვცდილობ ჩემი აზრით, ჩემი გონებით ვიფიქრობ მხოლოდ კარგზე, პოზიტიურზე. და ასევე უნდა გავაკეთოთ ჩვენ ყველანი იმისთვის, რომ რა გვინდა ჩვენ? აი, თქვენი კითხეთ თქვენ თავებს. თქვენ რა გინდათ? მე არ გულისხმობ, რომ მოისურვოთ ბევრი ოქობრები ვერცხლიან სასახლეები და არა, მე ამას კი არ გულისხმობ. მე გულისხმობ თქვენ შინაგან მდგომარეობას. აი, თქვენ რა მოგიტანთ ბედნიერებას, შინაგანად. რა გინდათ თქვენ? თქვენთანს კითხეთ, თქვენ ვისთვის ხართ დედამიწაზე? რა მოცანები გაკისრიათ? და იქიდან გამომდინარე თუ როგორ რეზონანსში შევა ის ფიქრები, რომელიც თქვენ მოგივათ, აქედან გამომდინარე თუ შეგიძლიათ დასკვნა გამოიტანოთ თქვენ თავთან დაკავშირებით. და ეს ყველაფერი, რასაც ამბობს რიჩარდ გრერი, მნიშვნელოვანი არისო გეოპოლიტიკაზე უფრო. ანუ ის ფიზიკური პრობლემები, რაც დღეს ხდება დედამიწაზე, ეს არაფერი არა იმასთან შედარებით, თუ რა მნიშვნელობა გააჩნია ამას ყველაფერს. ეს მნიშვნელოვანია, ამაზე ყველაფერზე მნიშვნელოვანია, თუნდაც ჩვენ სიკვდილზე. დაყოფილ ადამიანებზე. არა, მე არ ვამბობ, რომ ჩვენ გულთან არ უნდა მივიტანოთ. როგორ არა, მაგრამ ჩვენ თუ სულიერ სამყაროს გავანადგურებთ, ჩვენი არასწორი მოქცევით, ჩვენ თავი არსებებთ. ახლა წამოიდგინეთ ამასთან არსებობასთან პარალელური რომ გავიყვანოთ, პარალელი რომ გავიყვანოთ. რა მნიშვნელოვანია ახლა? ხო, არიანო რელიგიური ფანატიკოსები, წარმომადგენლები, რელიგიური ტერორისტებიო, რომლებსაც უნდათო აპოკალიფსის მოახლოვება. ამიტომ დააკვირდითო იმას, თუ რას საუბრობთო, ლაპარაკობთო, რადგან შეიძლება აგიხდეთო ეს სურვილი. თუ შევხედავთო ძველ ტექსტებში, იქნება ეს ხალგავად გიტა, ბიბლია, სადაც ნახსენები ისეთი არსებები, როგორც მანასი, ბედიური ტრადიციები და ან წინასწარმეტყველი ეზეკილის წიგნიდან ბორბალი და მე კიდევ დავამატებდი, რომ ბევრი ადგილებია ესეთი, სადაც ჩანს, რომ უცხო პლანეტელებთან აქ ჰქონდათ მაშინდელ ბიბლიურ დროს ხალხს კონტაქტი. იგივე მოსე, თუ რა გონიათ ბუჩქი მართლა იწებოდა? არა. კოსმოსური ხომალდის ფარები იყო ბუჩქზე. ან ბუჩქისკენ მიშუქებული, ასე ვთქვათ და იმ დროს ხომ არითო და მოსემ და მაგდროინდელმა ხალხმა ტექნოლოგიების განვითარებაზე, ხო? არ იხსენდათ არაფერი და მათ ეს აღიქვეს როგორც სასწაული. და რა გიგვერთ? შვიდჯერ წავიკითხე მე ბიბლია და პირდაპირ გაგებით მივიღე იქ, რომ წერია, რომ ჩიტი დააფრენდა ჩიტს, ფეხები ჰქონდა რკინის, გამოდიოდა ცეცხლი, ხო? იმდენად დაგვაჩხუნგეს ჩვენ საბჭოთა კავშირის დროს, რომ არ გვეფიქრა არაფერზე. კი, მე საბჭოთა კავშირში დავიბადე, მაგრამ მომისრო 90-იან წლებმა, პერესტროიკამ, 90-იან წლებმა, ძალიან რთული პერიოდი გადავიტანეთ ყველა საქართველოში. Может выглядеть как явление ангела или призрака, верно? Но мне кажется, что ни в одной из этих духовных или религиозных книг я не встречала упоминания о том, что демоны прилетали на летающих тарелках. ხოდა წამყვანი ეუბნება, რომ არცეთ ამ ტექსტებში და სხვა ბიბლიაში და საერთოდ რელიგიურ ტექსტებში არ შემოხვედრიაო მე ხსენება იმის შესახებ, რომ დემონები მოფრინავდნენო ხომალდეებს მართავდნენო დემონები. და სინამდვილეში დემონებს რა შეჭირდებათ ხომალდებით მართვა? ხო, იმისთვის რომ გაემართლებიათ მაშინდელ
ხელისუფლებას, მაშინ რელიგიურ წარმომადგენლებს ადრე კი იცით, რომ ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა რელიგიას მთავრობის ქვეყნის მმართველობაზე. თითქმის ისინი მართავდნენ სახელმწიფოებს და მართლაც დემონებს რა თუნდოდათ ხომალდები. მე მაგალითად ჩემი თვალით მაქვს ერთხელ დემონი ნანახი. ცოცხლად. მე ვიყავი მერვე კლასში და ერთი ადამიანი გამაცნეს, რომელიც ჩემ წინაშე წარდგა არა როგორც ადამიანი, ეს რომელიღაც ვიდეოში მაქვს მე ნათქვამი. არამედ მე ვხედავდი შავ არსებას, რქებიანს. არ ვიცი რატომ არ შემეშინდა მე იმ დროს ეს. რატო არ შემეშინდა არ ვიცი, მაგრამ ხან ადამიანი გამოჩნდებოდა, მაგრამ მე დემონს მონახებდნენ. ის ადამიანი რა სიმაღლითაც იყო, ერთი თავით მაღალი იყო დემონი. მე რომელიღაც ვიდეოში მაქვს თვითონ ნათქვამი, რომ როდესაც აი ადამიანები იბადებიან სულით, მაგრამ ბევრი ადამიანი სულს კარგავს, ან ყიდის, ან ისეთი ცხოვრებით ცხოვრობს, რომ სული გარდეს მისგან. და ზოგჯერ კი აი მაგალითად ისეთი მომენტები არის, როდესაც ადამიანი რაღაც მომენტში ხვდება, აი რაღაც ისეთ სიტუაციაში ვარდება, მაგალითად ავარიის დროს ან დაცემის დროს, რომ აი კვტარია, ადამიანი კვტარია და უცებ მოდის გონზე კლინიკური სიკვდილის შემდეგ და არაფერი ახსოვს. სულ სხვა პიროვნებაა. აი ბავშვი იყო საუბრალი, თუ იცით, ბავშვი ჩამოვარდა, მოხდა ეგონა მშობლებს და მე ბავშვი რო გონზე მოვიდა, სულ სხვა სული ჩასახდა შიგ. მშობლები ვერ ცნობდნენ თავიანთ გოგოს. გოგონა იყო პატარა და ეს გოგო ამბობდა, რომ იყო ეგვიპტიდან, რომ აი ყველაფერი მოყვა, რომელიღაცა წარსულიდან ეგვიპტეში ცხოვრების სული ჩასახდა ამ გოგოს სხეულში. ხდება ლინკოლნი მაგალითად. ლინკოლნთან იყო შეთანხმება რაღაც მომენტში, როდესაც გახდა პრეზიდენტი, ის შეანაცვლა სხვა სულმა. ხო, მაგრამ ეს იყო მოლაპარაკების ნიადაგზე, რომ ის შეანაცვლებდა მის წინა სულს, რადგან უფრო მტკიცედ ემართა ამერიკა. არ გაგიკვირდეთ, არის ასეთი შემთხვევები. გახსოვთ? ლათინო ამერიკული კინო, ოღონდ იმ მსახიობის გვარი და სახელი არ მახსოვს. მარიო გლეხის კაცში რომ ხნიერი კაცის სული ჩასახდება, ხანდახან გამოვა იმ კაცისგან, მაგრამ ხანდახან შევა. და როდესაც ეს კაცი გმირი ამ გლეხის სულს ასრულებს ეს მარიო არა მისი სახელი, უბრალოდ გმირის სახელი ერთ-ერთი. და ის უკრავს მუსიკას, რომელიც დაწერა თავისი ქალიშვილისთვის. დედინაცვალს უნდა და მისი მოწამვლა, მაგრამ მეორე ცოლს, მაგრამ ის მოუკვდება მანამდე, მოწამვლისგან კი არა, თვითონ კვდება შეტევისაგან. და ასეთი შემთხვევები ბევრია. აი მაგათ ახლა არ მახსოვს რომ ქვეყანაში რუსეთშია მგონი თუ სად დაიბადა ბავშვი, რომელსაც ახსოვს მისი წინა ადგილი დაბადებისა, წინა ცხოვრება და ბევრი შემთხვევებია, მაგალითად კიდევ ერთი მაგალითი. ხო, რა მინდა თქვა? არა, რა მინდა და მე თქვა, აი კლინიკური სიკვდილი ზოგჯერ ხდება ისე, რომ კლინიკური სიკვდილის დროს მასში შედის სხვა სული და ამ ადამიანს, რომელსაც არ ახსოვს არაფერი და თავიდან უწევს ცხოვრებასაც შეგუება, შეიძლება ეს უკვე იმ ადამიანის სული არ იყოს, სულ სხვა სული იყოს. ან მაგალითად იქიდან გამომდინარე, როგორც გითხარი, თუ ადამიანმა ცუდი გზით იცხოვრა, ხო? ხო, რაღაც მომენტში შეიძლება მე რო თქვი ახლა რომ ადამიანში დემონი ნახე მეთქი, ეს ადამიანი ბავშვობაში დაუვარდათ, პატარა რომ იყო ისე. და
არ ვიცი, ალბათ მოხდა რაღაც შენაცვლება. არიან რომ იბადებიან ამ დემონური სულებით, კი, მაგრამ თვითონ დემონი ვერ დაშვება საფრენ აპარატზე და ვერ იფრენს, ეს ფაქტია. დემონური არსებები ცხოვრობენ თავიანთ სამყაროში. მაგრამ დემონური არსება ეს იმას არნიშნავს, რომ ის საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისთვის. ბევრი დემონური არსებები არსებობს. ძალიან ბევრი დემონური. იცით რა, აი ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ვიდეო აქვს ალიონა ვოლკოვას. ძალის მატარებელს, მაგრამ მე ცოტა თავს ვიკავებ, მე მინდა ხო, მომავალში მე გითხარით, რომ შეიძლება თვეში ორჯერ ჩავთო ინტერნეტი მეც. შეიძლება მეჯერ არ ვიცი, ნახოთ. ხო და კი ახლა რაღაც ეს პერიოდი რაღაც ვერ ვიწვე ახლა რაღაც პერიოდი ეს 2 თვე 3 თვე და მე ჩავთავ აუცილებლად ორჯერ აუცილებლად ჩავთავ. ეს უკვე ჩემ სიტყვა ჩემ თავს მე ვიცი სიტყვა. ხო ახლა უსაბუბროდ ხო არ ვიტყვი ამას. და მე ახლა ყველაზე საინტერესო თემები მაქვს ამორჩეული, რომ ჩავეტიო დროში. მე კონსპექტი რომელს გაკეთებული იქაც მაქვს რამდენი თემა დარჩენილი, მაგრამ ახლა თუ ვერ მოვასწრე, იგი შემდეგ ჩართვაზე იყოს. იმ მომენტისაა, მაგალითად, როდესაც მე დილას გავიხუძე და უცებ მინდა ჩავწერო ვიდეო, რომ დრო არ დავკარგო, დაკონსპექტებულს კითხულობ ხოლმე. და მე როდესაც შევჭამ თავს მომიწესრიგებ რაღაცა, ხო? თქვენ ძენაში მიყო წარსგები ფორმაში. ამ დროს პირდაპირ თავი ვიდეოებს და ის ბლავატსკაიას ვიდეოს მე იმიტომ ჩავსვი, რომ იმ მომენტში გუშინ მართლა არ ვიყავი კარგად და არაფრის თავი არ მქონდა. მგონი მე გუშინ ერთი ვიდეო ჩავწერე თუ არ ვწდები და მე ბლავატსკაიას ვიდეო ჩავწერე. იმიტომ რომ თავი ჯერთ იმან დიდი დრო საწამართმენდა მე. ამიტომ ბლავატსკაია საჭიროა. მე ბლავატსკაიას ვინც კი უსმენს, მათვითაც ხომ უნდა დავდო ვიდეოები. ბლავატსკაია მეც მაინტერესებს და თან ეს ყველაფერი გროვდება ჩემ ტელეფონში, მეხსიერება გროვდება და შემდეგ ადგილი ამრჩება. კარგი, მოდით გავაგზავნოთ. არ დაგავიწყდეთ ამბობს სტივენ გრერი, რომ 150-200 წლის უკან ხალხსო ჯეროდა თუ რომ მიწაიყო ტყელი და გალილეო ეკლესიამ ჩამოაშურაო, აუგზავნაო, მოკვეთეს ეკლესიიდან, იმის გამო რომ ის მან თქვა რომ დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო მზის სისტემაში. და მხოლოდ 20-30 წლის უკან ეკლესია გალილეოს ჩამოშორება გაუქმა, ხო ჩამოშორეს ეკლესიას და 20-30 წლის შემდეგ გაუქმა ეს ჩამოშორება, აღადგინეს ესე იგი გალილეო სად იქნებოდა მაშინ ცოცხალი სიკვდილის შემდეგ აღადგინეს ვითომ ის ეკლესიაში და ამიტომ მე ურჩევდი რელიგიურ წარმომადგენლებს ნაბიჯი გადადგან უკან და თხილად იყვნენ თავით გამონათქვამებში თავისი მრევლის წინაშე. მილიონ მორწმუნეებს ყავთო სულიერი მასწავლებლები და ეს მასწავლებლები უნდა იყვნენ ბრძენი ხალხი, რომლებსაც ესმითო საკითხის აზრი და ეს ხალხი არ უნდა იყვნენ უპასუხისმგებლო და უვიცები. სხვათა შორის საქართველოსთან და გამონაკლისი ბევრ რამეზე ამბობს, აი ყველა არა, მაგრამ ზოგიერთი ეუბნება მრევლს, რომ ეს არის დემონური, სატანური და ამით უხსნის მრევლს თუ რატო არ უნდა გააკეთონ ეს, თუ არ უნდა გააკეთონ ის, არ წაიკითხონ ეს, არ წაიკითხონ ინან, არ მოусმინონ ამას, არ მოусმინოს იმას. სხვათა შორის ეს ეხება ბევრ რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც თავიდან იყვნენ სექტები, ხო?
იგივე იღოვას მოწმეები ავიღოთ. მათ სწავლებაში ახალი არაფერი არაა. უბრალოდ საგუშაკო კოშკს ბეჭდავენ ყოველ წელს, თემა ერთ და იგივეა, გადაადგილებენ, გადმოადგილებენ და სათაურს და ფოტოს დაუდებენ სხვას. თორე თემა სულ ერთ და იგივეა. კი, მეორე ჟურნალში, გამოიხოდეში ჩართავენ სხვადასხვა თემებს, მაგრამ ამას ყველაფერს აკავშირებენ თავის რელიგიას. სხვათა შორის, ყველა რელიგიები დედამიწაზე, ყველა რელიგიებს, ყველა ამ სექტებს აქვთ ერთი თავი. მხოლოდ ესა, რომ ქრისტე არ იყო არაფერთან დაკავშირებული. ქრისტე მოვიდა სულ სხვა მიზნით. და სხვათა შორის პირველი ქრისტიანების ნიშანი იყო თევზი და არა ჯვარი. წამოიდგინეთ? ეს ცოტა ისეთი დელიკატური საკითხია, ამაზე რო იდავო, მიზოხში არ დამთავრდება დავა. ეს თვითონ ხალხმა თავისით უნდა გაიგო. მე რელიგიურ თემებზე არ დავობ, იმიტომ რომ ყველას აქვს უფლება იწუნოს ის, რაც მას უნდა. თვით სატანისტებსაც კი აქვთ უფლება იწუნონ თავისი წმენა. მაგრამ მე არც წმენას არ ვეკუთვნი. მე ვეკუთვნი სამყაროს. მე ვეკუთვნი სამყაროს კანონს. მე ვცდილობ შევასრულო სამყაროს კანონები, რაც შეეხება ადამიანობას, კეთილსინდისიერებას და ხიზიანები ხოლმე, როდესაც ვიღაცები ცდილობენ მართონ ჩემი ცხოვრებით, ან ცდილობენ მე მომახვიონ თავიანთი აზრი. და მე თავს ვარიდებ კამათს, ჩხუბს. ხო, და როდესაც ახალი გაცნობილი ადამიანი იწყებს ჩვენი ჭკუის სწავლებას, რომ არა, ეს ასე გაკეთე, ისე გაკეთე, ისე გაკეთე, ასე გაკეთე. აი, ერთს გაიქეცი, მეორეს გადაეყარეო. მაგრამ მე ამან არ უნდა გამაბრაზოს, იმიტომ რომ ასეთები ბევრია დედამიწაზე. უბრალოდ ჩვენ ეს პრობლემა ამ პრობლემის მშვიდობიანი გზით უნდა ვცადოთ გადაჭრა, მაგრამ ხანდახან მშვიდობიანი გზა არ ჭრის. არა და მე არ მინდა გავბრაზე, არ მინდა ვიბრაციები დავკარგო, არა და თუ არ იყვირე, თუ ცოტა კაცრად არ დაუდექი რაღაც საკითხებს, თავზე დაგაჩნდებია და ამის გაკეთების უფლება არავის არ უნდა მისცეთ. მაგრამ ეს ემოციების გარეშე უნდა მოვახდინოთ. მე ხანდახან არ გამომდის ემოციების გარეშე რამე არ მოვაგვარო. არა, იცით, მე ხა ბევრჯერ მithქვამთ, რომ ჩხუბი და კამათი საჩუმო საქმე არაა, მაგრამ ხანდახან გულს მოვაყვანიებენ ისე, რომ წამოგწდება რაც არ გინდა. გასამართლებელი საბუთი ეს არა, მაგრამ ადამიანს რატოღაც გონი ხარ შენ სულელი და თავისთავად ყველასთვის ჭკვია. ხომ გესმით ჩემი? აი, ეს არის ის დელიკატური საკითხი, რომლის მოგვარება ის უნდა მოახერხო, რომ ადამიანიც არ დაჩაგრო, არ დაამცირო და შენ თავისთავად უნდა დაჩაგვრინო, მაგრამ როდესაც მე ვიცი, რომ ადამიანის თავში არ შევაშენია ნათქვამი, ამ შემთხვევაში თავს ვიკავებ. იმიტომ რომ სხვა გზა არა, მაშინ სულ უნდა იკამათო, სულ უნდა იჩხუბო და ეგ უკვე ძვირფასი ენერგიების დაპრანდვა ნამდვილად. კარგით, მოდით მე ამაზე შევჩერდები. რაც თავარია რიჩარდ გრინმა თქვა და რისი გადმოცემა მინდოდა თქვენთვის, მე გადმოგეცით და იქ უკვე თან თქვენც დაიღლებით დიდი ვიდეოებით, თან მეც დავიღალე სიმართლე გითხრათ. მე რო ვწერ ვიდეოებს, მინდება, როდესაც პირდაპირ თარგმნი, მინდება დიდი დრო. როდესაც მე დავუშვათ ვიდეოს ვინახავ ჩემ ჩიპზე, 1-2-3 დღე მაინც მინდა დაკონსპექტება მაგისი. ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან დიდი ვიდეოებია, დრო მჭირდება. არა და მე რადგან ერთი კვირა ვთავ მარტო ამ ვიდეოებს, თან ტელეფონში კიდე დიდი ხნით ვერ შეინახავ. 2 დღეავს მარტო შენახეს ვადა და 2 დღე მჭირდება, რომ ერთი ვიდეო მინიმუმ 2 დღე მაინც დავაკონსპექტო. ამიტომ მაპატიეთ, რომ ძალიან ვამოკლებ მე ხოლმე ვიდეოებს. თუ ძალიან მე ჯერ მოусვენ, მაგალითად ხა გიკეს შეხვედრა არის.
კიდე ახალი შეხვედრა მინდა ძველი ჩანაწერი არა ახალი ჩანაწერია გავაკეთო მაგრამ იქ რომ უსვინე მე მთლიანად ვიდეო არის მთლიანად საჭირო თემით ამიტომ მე მომიწეს ამ ვიდეოსი ორ ნაყოფად ან სამ ნაწილად გაყოფა და თუ მოვასწრით თორა და ჩავტერ მაინც რომ შემდეგ დავაკონსპექტო კარგი დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მაპატიეთ მე თუ ზედმეტ სხვა რაღაცებს ვლაპარაკობ ხანდახან გამახსენდება ამ თემასთან დაკავშირებით და რა საუკეთესო მაგალითს მე როგორ საიდან მოვიტან თუ ჩემი მაგალითები არ წარვადგინე რაც მე გადავხდა რაც ნამდვილად მოხდა მე ხო ხატყულს არ მოვიგონებ ამიტომ მაპატიეთ თუ ამ გაგახსენად მაგრამ მაინც დიდი მადლობა ყველას დროებით